როგორც ვიცით 200 საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენეს მათ თავდასხმისთვის, რომელიც იყო მიმართული ირანის ბირთვული შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობის და ფიზიკოსების, როგორც ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რამდენიმე მათგანი დაიღუპა, გულისხმობს სამხედრო ხელმძღვანელობას. ჩვენ ასევე გავიგეთ და შევიტყვეთ ინფორმაცია, რომ საპასუხო ოპერაციაც დაიწყო ირანმა და 100 დრონი გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ თეთრაშვილი გვიყვებოდა განვითარებულ მოვლენებზე, ის კვლავ ხაზზეა და გვეტყვის ამ სიახლის შესახებ, მათ შორის გაშვებული დრონების შემდეგ რა ხდება ისრაელში. თეა მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მადლობა ჩართვისთვის, როგორი ვითარება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ირანმა 100 კამიკაძე დრონი გამოუშვა ისრაელის მიმართულებით, უკვე ექსპერტებმა თქვეს, რომ მოღწევის სავარაუდო დრო არის 6-7 საათი, ამიტომ სავარაუდოდ ისინი ისრაელის ტერიტორიას დაახლოებით 2 საათისთვის მოაღწევენ და ამ დროს ისრაელის სამხედრო მეთაურობა ემზადება კომბინირებული პასუხისთვის ირანის მხრიდან, როგორც ჩანს, ისინი ელოდებიან, უკვე ცნობილია და დადასტურებულია, ელოდებიან და მოლოდინია და მზადყოფნა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ დრონების მოღწევასთან ერთად ირანი ისრაელის მიმართულებით გამოისვრის ასევე რაკეტებს, მათ შორის ბალისტიკურს და მათ შორის ფრთოსანს. აქ აუცილებელია მოსახლეობამ გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ფრთოსანი რაკეტის მოღწევის დრო არის 2 საათი, ხოლო ბალისტიკური რაკეტა აღწევს ირანიდან ისრაელის ტერიტორიას 12 ყუთში. შესაბამისად, ეს ცხადი არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ უკვე სამხედრო მეთაურობა მოუწოდა მოსახლეობას, რომ როგორც კი ჩაერთვება განგაშის სირენა, ამ დროისთვის უკვე 2 საათისთვის იყვნენ მზად და როგორც კი ჩაერთვება განგაშის სირენა, დატოვონ გარე პერიმეტრი, დატოვონ არაუსაფრთხო ტერიტორია და გადაინაცვლონ ბომბ თავშესაფრებში. იქნება ეს ბინებში განთავსებული ბომბ თავშესაფრები, თუ ეს იქნება საყოველთაო საჯარო თავშესაფრები. რაც შეეხება ბოლო ინფორმაციას, ასევე როგორც ცნობილი გახდა, ირანის შემდეგ ისრაელის მიმართულებით უპილოტო აპარატები იემენიდანაც გამოუშვეს. ცნობილია, რომ იემენი ემზადება ისრაელისთვის საპასუხო იერიშის მიტანას ისრაელზე. ნახოთ, როგორ იქნება მოვლენები. ამ დროისთვის მთელ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, თუმცა და რა თქმა უნდა, მთელი საბრძოლო რესურსი არის მობილიზებული, მაგრამ უშუალოდ ჩრდილოეთის მიმართულებით და ჩრდილოეთ ოლქი, რომელიც ესაზღვრება უშუალოდ ლიბანს და ახლოს არის უფრო იემენისკენ, იქ არის იქ არის ყველაზე დიდი ძალა მობილიზებული. ცაჰალი არის სრულ მზადყოფნაში, მაქსიმალურად მობილიზებულია ანტისარაკეტო სისტემები, როგორც ცნობილია, ასევე მოხდება ახალი გუმბათების განთავსება, დაამატებენ, ასე ვთქვათ, მთელს ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავემორჩილოთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც სამხედრო მეთაურობა გაავრცელებს.